ვარ. Იკავო მაცინძე. დანალაგილავა. ვარ. გამარგუშუა. ვარ. იუდითი ხაზალია. ირაკუჯია. ნახო გამოჩა. მოჩვენეს რამოდენიმე ეტაპი შეხვედრა გავიარეთ, მოვამზადეთ მემორანდუმი, მოვამზადეთ ახალგაზრდული საბჭოს დებულება, ბრძანების პროექტი და ამის შემდეგ უკვე რამოდენიმე წინადადებით ახალგაზრდული საბჭოს წევრები შემოვიდნენ, არქიტექტურის სამსახურთან ერთად მუშაობს და უკვე შედეგებს ძალიან მალე ნახავთ. და იმედი შართულობა ახალგაზრდობის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღონ რომ უკეთესი გახდეს ჩვენი ქალაქი. და თვითონ მიგვითითონ აი რა როგორ გავაკეთოთ და როგორ ეტაპობრივად როგორ გავხადოთ ჩვენი ქალაქი უკეთესი და მამასი. დღეს მოეწონა ხელი რომ ჩვენ გავხდით ოფიციალურად დღეს გავხდით ოფიციალურად მერისათათბირო ორგანოს წევრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. რადგან ჩვენ ვაპირებთ მუშაობას ისეთ საკითხებზე, პრობლემატური საკითხები მოვიტანოთ ერთთან, რომელიც შეიძლება ცოტა ყურადღების მიმარჩებოდეს. გარდა ამისა, პირველი რაც შედეგზე იქნება ორიენტირებული, ეს არის დაიდგას ქალაქში ესეთი სტენდი, რომელსაც მართავს უშუალოდ ჩვენი სათათბირო და შემდგომში აქ მოგროვებულ პრობლემებს ჩვენ ერთად შეხვედრის საფუძველზე გადავწყვეტთ. გარდა ამისა, ეს სათათბირო უშუალოდ იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ახალგაზრდები რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ჩართოს უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან კომუნიკაციაში და ამდენად ასეთ დიდ მნიშვნელობის მატარებელი არის დღევანდელი დღე არა მარტო ჩვენთვის ამ სათათბირო წევრებისთვის, არამედ ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის. ჩვენ დღეს გადავედით თვისებრივად ახალ ეტაპზე თანამშრომლობის, როდესაც თანამშრომლობა საზოგადოების ერთ ნაწილს ახალგაზრდებს და მერს შორის არის ინსტიტუციონალიზებული. დარჩენი ყველაფერი წერია დებულებაში, მაგალითად დებულებაში წერია ის, რომ მინიმუმ თვეში ერთხელ მერი შეხვდება ახალგაზრდებს, თუმცა ზუგდიდში ესეთი სიტუაცია, რომ ეს შეხვედრები ვატყობ, იქნება უფრო ხშირი. გარდა ამისა, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, რომ ბატონ ირაკლის წარუდგინონ ის სურვილები თუ ის ჩივილები, რაც ზუგდიდის მოსახლეობას ექნება და რომლებიც ამ თავის სურვილებს სტენდზე განათავსებენ, რაც იხსნება ახალგაზრდების დიდი მონდომები და ბატონ ირაკლის თანხმობით, კიდევ ერთი არხი გაიხსნება მერსა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობის შუაში იქნებიან ეს ჩვენი ახალგაზრდები. ამიტომ მგონია, რომ თუ მაინც ვილაპარაკებთ მომავალში რას ველოდები სწორედ იმას, რაც წერია დებულებაში, რაც წერია დოკუმენტებში, რომ ახალგაზრდები და ზუგდიდის მერი ერთმანეთთან ითანამშრომლებენ სისტემატურად.